ძვირფასო მეგობრებო, თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის დღეს ჩვენი აქ თავშეყრის ძირითადი მიზეზი. ეს არის იუბილე და იუბილე როდის არის ბედნიერი, როდისაა მხიარული, ლაღი და ნათელი. როცა მისი მთავარი გმირი, ანუ იუბილარი არის ღირსეული და თამამად მომხიმარე ადამიანი. მეგობრებო, მე ბატონ ჯიმშერთან თანამშრომლობის 15 წლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ანუ ეს არის პერიოდი ჯიჯის დაარსებიდან დღემდე. ამიტომ თავს უფლებას მივცენ ბატონო ჯიმშერ თქვენის ნებართვით ცოტა რამ მოვყვე თქვენზე და დავანახო აქ საზოგადოებას თქვენი პორტრეტი სხვადასხვა რაკურსით. ბატონ ჯიმშერთან ერთწუთიანი შეხვედრა და კომუნიკაცია საკმარისია იმისათვის გავიაზროთ რამდენად გულწრფელი და უშუალო ადამიანია ის დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. საოცარი იუმორის გრძნობით. მე მინდა პირველ რიგში ვისაუბრო მის ადამიანურ და პიროვნულ თვისებებზე და ხაზგასმით თქვა, რომ ბატონი ჯიმშერი არის არაჩვეულებრივი მამა და საოცარი შვილი. მისი დამოკიდებულება შვილებისადმი და მშობლისადმი იმდენად განსაკუთრებულია, რომ სამაგალითოდ შეიძლება გამოდგეს ძალიან ბევრი ნიუანსი და ცხოვრებისეული დეტალი ადასტურებს ამას. ის არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური გამოცდილება და მიგნებები შეუძლია ყოველჯერზე ჩამოიტანოს, დაგვსვას, მოგვიყვეს და გაგვიზიაროს, რაც ძალიან დიდი ფუფუნება და რასაც ძალიან ვაფასებთ. ის არის ერთგული მეგობარი, რომელსაც შეიძლება დაეყნო ჭირში და ლხინში და ამის არაერთი დადასტურებული მაგალითი არსებობს. არის ძალიან მზრუნველი გარშემომყოფთა მიმართ, ამიტომაც მათ სიყვარულს და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ბატონი ჯიმშერი არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სიახლეების. მუდმივად ცდილობს ინოვაციების დანერგვას. მისი მიერ ინიცირებული იდეებით არაერთი პროექტი ძალიან წარმატებულად განხორციელდა ჩვენს გიმნაზიაში. ძალიან უყვარს შემოქმედება, ქართული ცეკვები, მეგრული მათ შორის და სიმღერები. მას აქვს გასაოცარი შინაგანი სწრაფა მუდმივად იმისა, რომ შექმნას ახალი, ააშენოს, ან ძველი გააცოცხლოს, რესტავრაცია გაუკეთოს მას. მისი შესაძლებლობების და უნარების ადამიანი ნებისმიერ ჩამოსვლაზე სკოლაში, ხელში ან ჩაქუჩით, ან თარაზოთი დადის, არის საოცრად ენერგიული და ამ ენერგიითა და აი ამ თავისი შემართებით აინფიცირებს ყველას, ვინც მის ირგვლივ არის. ბუნებით არის მშენებელი, მუდმივად აშენებს და ქმნის რაღაცას ახალს. მან სოფელს, თავის საკუთარ სოფელს აჩუქა გრანდიოზული ეკლესია, ქალაქს კი აჩუქა ეს საოცარი საგანმანათლებლო სივრცე. მის სიდიადეს და ძლიერებას და მდგრადობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მას გვერდით ყავს იმ ადამიანთა ერთობა, რომელსაც მისი ძალიან დიდი ოჯახი ჰქვია და რომელსაც სათავეში უდგას ყველაზე ძლიერი მძლავრი ფესვები, საიდანაც აღმოცენდა ოჯახი, ქალბატონი ლუიზა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენთან არ არის, საქართველოში არ იმყოფება და აქედან მინდა მას დაუდასტურო ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული. აქ ჩვენთან არიან და ესწრებიან, რა თქმა უნდა, დღევანდელ ზეიმს უკეთილშობილესი და უსათნოესი ქალბატონი მადონა, ბატონი ჯიმშერის და თავისი ოჯახით, ბატონ თემურთან, ჩვენთვის ყველასათვის უსაყვარლეს მათესთან, მის მეუღლე სოფოსთან, თამუნასთან, თავისი ოჯახით, თავისი არაჩვეულებრივი ვაჟკაცებით, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მათ. აქ იმყოფება ჩვენთვის ყველასათვის საპატიო სტუმარი, ბატონი რომა, რომელიც არის ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, უდიდესი უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი ადამიანის გაჭირვების ტალკვესი, თავის მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, რომელიც ეხლა ხანს შეეძინა, უსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და წარმატებულ დღეთა
სიმრავლეს. და რა თქმა უნდა, ნებისმიერი მამაკაცისთვის სიძლიერეს განაპირობებს გვერდით მდგომი ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე ქალბატონი ელენე, რომელიც ქალბატონი ლენა, ელენე ორივე უფრო ელენე ალბათ ხომ ჩვენთან ქართულად ელენე. დიახ, რომელსაც ბატონ ჯიმშერთან ერთად ყავს 3 არაჩვეულებრივი შვილი. რა ვიცი, რომელი ერთით დავიწყებ ქალიშვილით, რომელიც არის ბატონი ჯიმშერის ყველაზე სუსტი და ნაზი წერტილი, მისი ნებიერა ელისო, რომელიც უკვე შემდგარი ექიმია და მოღვაწეობს ამ სფეროში. ბატონი ლევანი, ახოვანი წარმოსადეგი, უკეთილშობილესი, განათლებული ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა და პატარა შვილი, მესამე შვილი საშა ალექსანდრე უმცროსი, რომელიც ასევე მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ღმერთმა გამრავლოთ გაგახაროთ თქვენ ოჯახთან ერთად ბატონო ჯიმშერ. მე როცა მეკითხებიან ბატონი ჯიმშერის რეგალიებს, ხშირად ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე და ამიტომ ჩამოვწერე ბატონი ჯიმშერის რეგალიები, ის არა მარტო მშენებელია და ის არა მარტო აი ამ თვისებებით ხასიათდება, რომელიც ჩამოვთვალე ბოდიშ გიხდით, აი ეხლავე წავიკითხავ მის რეგალიებს. ესე იგი, ბატონი ჯიმშერი არის ეხლავე ბოდიში გახლავთ 3 მიმართულების სპეციალისტი, იურისტი, ეკონომისტი და ფსიქოლოგი. მეშინია რომ რამე არ გამორჩეს, ამიტომ შპარგალკას ვიყენებ. მოღვაწეობს 3-ვე მიმართულებით. აქვს მეცნიერული ხარისხი ეკონომიკის დოქტორი და მეცნიერული წოდება დოცენტი. ამავე დროს არის მოსკოვის ადვოკატთა პალატის წევრი, ადვოკატი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ასწავლის შემდეგ საგნებს უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, პერსონალის მართვა, გადაწყვეტილებების მიღების ფსიქოლოგია და სხვა. ასევე როგორც იურისტი კურირებს 30-მდე უცხოური, ჩინური, გერმანული კომპანიების მოღვაწეობას რუსეთში. აქვს 50-მდე მეცნიერული ნაშრომი, მონოგრაფია და ერთადერთი წიგნი ბატონი ტვინი 2 გამოცემით, რომელიც თარგმნილია და გამოცემულია ქართულ და ჩინურ ენებზე. მე ვახსენე, რომ ბატონი ჯიმშერი არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი და ეს არა მარტო თეორიულად ახერხებს და აკეთებს ამას, არამედ ჩემთვის დაუვიწყარი და მთელი კოლექტივისთვის დაუვიწყარი მოგზაურობა გვაჩუქა მან აი რამოდენიმე წლის წინ ჩინეთში, რათა ჩვენი თვალსაჩინო უფრო გაეფართოებინა და ქალაქ შანხაიში 16 მილიონიან ქალაქში ვიფრინეთ სტამბოლამდე და მერე შანხაიმდე თითქმის მთელი დღე ცას ვიყავით გამოკიდებული ჩინური და საერთაშორისო ამერიკული სკოლების გამოცდილება. ეს იყო დაუვიწყარი დღეები, მეგობრებო, და მან ესეთი დავალება მოგცა, აი თითო რამე ნახეთ და ჩამოიტანეთ ისეთი, რასაც საკუთარ სკოლაში დანერგავთ. ბატონო ჯიმშერ, 60 წელი არის ის ასაკი, როცა ახალგაზრდულმა ქარტეხილებმა გადაიარეს, გამოცდილებები დაგროვდა და სიბრძნე იმკვიდრებს თავს. ახლა უკვე საქმე ნაყოფს იძლევა. ეს არის ასაკი, რომელიც არის თქვენი ღირსების გვირგვინი. ეს არის ასაკი, რომელიც არის დღესასწაული, ვინაიდან ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვების ასაკი და როცა ადამიანი ამ ასაკს ღირსეულად აღწევს, ცხოვრება მას აუცილებლად უხსნის ბევრად უფრო ფართო გზას ახალი საქმეების საკეთებლად და სადიდებლად. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრება ნაყოფით ფასობს, ოჯახით, შვილებით, მეგობრებით, კეთილი საქმეებით. ამ ხრივ თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად თქვათ, რომ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით. ბედნიერი ხართ იმითაც, რომ თქვენი საქმე მომავალს ეხება, თქვენ აშენებთ გზას, რომელსაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა წარმატებისკენ მიყავს და ამის არაერთი ფაქტი არსებობს. მაშ მეგობრებო, გაუმარჯოს ადამიანს, რომელიც ღირსებით შეხვდა ამ ასაკს თავისი ოჯახით, შვილებით, სიყვარულით და მადლით. ღმერთმა მოგმადლოთ არაერთი 60 წელი ჯანმრთელად და ოჯახური სითბოთი. მეგობრებო, გთხოვთ შევსვათ ბატონი ჯიმშერის სადღეგრძელო.